მე წამეყვანე უფალზე ის ბავშვები ცოცხლები ყოფილიყვნენ. თვითონ ამოსვენებული არისო, მამაკაციო და ორი შვილიო და ორი ბავშვიო და ამოცნობაზე უნდა ამოხვიდეთო ბავშვების ცხედრები და ჩემი მეუღლის დავინახე ცხედარი იქ დამეცი მუხლებზე და ცუდად გავხდი. წყალში დაიხსნენ აქ ტბაში 11 და 13 წლის ბავშვები. წყეულმა ტბამ წაიღო ჩემი ქვის და ჩემი პატარების სიცოცხლე შეიწირა ამ წყალმა. გეხვეწებით, გამაგონეთ თქვენი ხმა. ძალიან მიყვარხართ. აღდგომა დღეს დაიღუპნენ. აღდგომა დღეს 3 მიცვალებული მყავდა. ბავშვებს დედა დაღუპული ყავდათ, მათ მამას რო გავყევი. ერთად ვდიდით მე და ჩემი მეუღლე და უწევდი ძალიან კარგ დედობას. არ ვიყავი მე დედინაცვალი. ზამთარში 5 საათზე 6 საათზე ვდგებოდი ხოლმე. სიცივეში რომ მეთქი სანამ გაიღვიძებენ ბავშვებს საჭმელებად გაუმზადობეთქი. არ დასცავდათ ამ ბავშვებს, არ დასცავდათ. რატო ღმერთო, რატო უფალო დავთმობდი ჩემს სიცოცხლეს, ოღონდ ისინი ცოცხლები ყოფილიყვნენ. ჩემი მეუღლე იმდენად არ მეწოდება, როგორც ის ბავშვები მეწოდებიან. თქვენ სახეს ჩემგან დავიწყება, არ უწერიათ ბავშვებო. ძალიან მიყვარხართ. მე სანამ ცოცხალი ვარ, თქვენ არ დაგივიწყებთ არასოდეს. თუმცა უბედურება ამით არ მთავრდება. ძლიერმა ქარმა დაჟანგებულ ღუმელს ფანჯრის გარეთ გაყვანილი მილი გამოაძრო. სახლი მთლიანად დაიწვა. მზია იმდენად ღვთისმიერი ადამიანია, რომ ბავშვების დაკარგვისა და სახლის დაწვის შემდეგაც კი არ შეუწყვეტავს ბრუნვა მიუსაფარ ცხოველებზე, რომლებიც ასევე დაზიანდნენ ხანძრისას. მაგალითად ამ კნუტმა თვალი დაკარგა. სწორედ ამიტომ ქარი ახლა ორმაგ პასუხისმგებლობას გრძნობს მათ წინაშე. ღვთისმიერო ადამიანებო, სანამ ახალი ტრაგედია დატრიალებულა, უნდა მოვასწროთ სახლის შეკეთება. გარდა ამისა, ნებისმიერი საყოფა ცხოვრებონივთი ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საბრალო მოხუცისთვის. მემორიდებით მითხრა, რომ გასქურა და ტელევიზორი ყველაზე მეტად გაახარებდა. მეგობრებო, მოდით ჩვენ გავხდეთ შვილები და შვილიშვილები ამ ღვთისმიერი ქარის, ის ამას ნამდვილად იმსახურებს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.